თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას განათლების გზამკვლევი. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი, მე ნინიკი ქოშვერა, დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება მარიამ დიასამიძე და დღევანდელ პოდკასტში უნდა ვისაუბროთ გაეროზე, გაეროს მოდელირებაზე, ასევე მოსწავლეების ჩართულობაზე გაეროს მოდელირებაში, გამოწვევებზე და გაგიზიარებთ ასევე ჩვენს პირად გამოცდილებას გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მარიამ. პირველ რიგში დავიწყოთ განმარტოთ თვითონ რა არის გაერო. გაერო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს, მას მერე რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და თავარი, ასე ვთქვათ, მიზანი არის ის, რომ მშვიდობა დაამყაროს ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნების თანამშრომლობა შეუწყოს ხელი, დაიცვას ადამიანის უფლებები და მარიამი უფრო კარგად განგვიმარტავს, ასე ვთქვათ, მის მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებაში. ახლა კი ვისაუბროთ თუ რა როლი აქვს გაეროს თანამედროვე მსოფლიოში. პირველ რიგში ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა. გაერო ცდილობს თავიდან აიცილოს ომები და შეერაღებული კონფლიქტები, აწარმოებს მოლაპარაკებებს, აგზავნის სამშვიდობო მისიებს და ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებას. ასევე ადამიანის უფლებების დაცვა. გაერო აქტიურად იცავს ადამიანის უფლებებს, ამზადებს სპეციალურ დოკუმენტებს, მაგალითად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და აკვირდება მათ დაცვას წევრ ქვეყნებში. ასევე გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ჰუმანიტარული დახმარება. გაერო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა ომები, სტიქიური უბედურებები და სიღარიბე. გარდა ამისა, გაერო ახორციელებს პროგრამებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების, განათლების, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სფეროებში. ის ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას. გაერო არის პლატფორმა, სადაც ქვეყნები ერთმანეთს ესაუბრებიან, თანამშრომლობენ და ერთობლივად წყვეტენ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ეპიდემიები. მარიამ, რა არის გაეროს მოდელირება, რო განვიმარტოთ ჩვენს მაყურებლებს? გაეროს მოდელირება არის სიმულაციური თამაში, სადაც დელეგატები, ანუ ქვეყნის წარმომადგენლები, სტუდენტებს, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ რაღაც ქვეყნის როლი მოიგონ, ისაუბრონ ამ ქვეყნის პოზიციაზე, რას ფიქრობ სხვადასხვა საკითხის მიმართებაში, ასევე გაიცნონ ახალი ადამიანები და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკურ ურთიერთობებში და უკეთესად გაიგონ, როგორ მიდის ეს საერთაშორისო შეხვედრები და თვითონ გაერო რა როლს თამაშობს მსოფლიოში. მარიამ, ასევე რა გაგვიზიარო, რა დაბრკოლებებს შეიძლება გადააწყდნენ ახალგაზრდები ამ პროექტში მონაწილეობის მიღებისას? ძალიან ბევრი გამოწვევა შეიძლება გადადგეთ, თუ მომზადებული არ ხარ. მაგალითად, მე ჩემ მაგალითად მოვიყვანთ პირველად, როდესაც გაეროს მოდელირებაში მივიღე მონაწილეობა, შემხვდა ისეთი ქვეყანა, რომლის პოზიციასაც არ ვეთანხმებოდი საერთოდ და ერთ-ერთი აქტივობის დროს, სადაც ამ ქვეყნის პოზიციაზე უნდა გვესაუბრა, შემხვდა თემა აბორტი. და ეს იყო ძალიან რთული ჩემ პოზიციის გადმოცემა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში მე ჩემ თავზე არ ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი თვითონ ქვეყანა რას ფიქრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან რთულია, როდესაც არ ეთანხმები რაღაც საკითხს და გიწევს ამის მთელი გულით დაცვა და ძალიან ბევრი არგუმენტების მოყვანა და ეს ძალიან რთულია. ასევე შეიძლება გადააწყდე დაბრკოლებას, როდესაც რაღაც თემა მოგივიდა, ხო, თქვათ, ნებისმიერი თემა და შენ ქვეყანას, რომლის დელეგატიც ხარ, არანაირი პოზიცია არ გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით და როდესაც ამდენი ხალხი გადის და თავიანთი პოზიციის აფიქსირებენ, რას ფიქრობენ და ასე შემდეგ, შენ უბრალოდ არანაირი სათქმელი არ გაქვს, იმიტომ რომ შენ ქვეყანას შეხება არ აქვს ამ ყველაფერთან. და ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ როდესაც სხვა ქვეყნები ერთმანეთთან საუბრობენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ, შენ ვერ ერთვები და რაღაც ცალკე ხარ, ასე ვთქვათ.
ხო, ესენი შეიძლება იყოს გამოწვევები და ასევე ვიქნებ ყველა მონაწილის შიში არის საჯარო გამოსვლები. ამდენი ხალხის წინაშე რომ გადიხარ და თქვათ ხანდახან მისასალმებელ სიტყვას სხვა ენაზე იძახი ხოლმე, ეს ძალიან რთულია და ესეც ერთ-ერთი გამოწვევა შეიძლება იყოს. კი, ასევე მე ჩემი ჭრიდა რომ ასე ვთქვათ, განვიხილოთ, მე არ მქონია გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით ესე უშუალო შეხება. თუმცა, როდესაც გავიგე და რაღაცა გარკვეული დოზით ინფორმაცია შევიტყვე, უკვე მივხვდი, რომ რამხელა დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს მოდელირებაში მონაწილეობის მიღებას თითოეული ჩვენგანისთვის, ახალგაზრდებს გულისხმობ, იმიტომ რომ ამაში არა მარტო ლიდერულ უნარჩვევებს იძენ, არამედ როგორც მოქალაქეს, ისეთი გადმოსახედიდან ხედავ შენ თავს და იაზრებ შენს მოვალეობებს, უფლებებს და ასევე უფრო კარგად შეიძლება გაიგო ის მნიშვნელოვანი ასპექტები და ის პრობლემები, რაც შეიძლება შენ ქვეყანასაც აწუხებდეს, ხო, რა თქმა უნდა. და საკმაოდ საინტერესოა ამ ჭრილში მუშაობა. ხო, ბოდი შეგეჭრები და აი შარშან უფრო ნაკლები ახალგაზრდები იყვნენ ჩართული ამ სფეროში და შენი აზრით ახლა აი როგორია ახალგაზრდების ჩართულობა რა ნაკლები არიან ჩართული თუ უფრო მეტი ცდილობს ამ მონაწილეობის მიღებას? გარკვეული ბავშვების რაოდენობა საკმაოდ აინტერესებს ასეთი თემები, თუმცა აი ეს ინფორმირება და უშუალოდ საკითხის გაცნობა საკმაოდ დიდ პრობლემას და ძალისხმევას წარმოადგენს და უფრო ყოველწლიურად თითქმის იკლებს ბავშვების ჩართულობა ამ მხრივ. და ეს არის ერთი პრობლემა. თუმცა აი სტუდენტებთან მიმართებაში ეს უფრო ფართო ცნება და უფრო განვითარებულია ამ საკითხში და ბევრი სტუდენტი მინახია აი ამ საკითხით რომ მუშაობს და ამ პროექტებში რო არის ჩართული. განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებზე, ვინც ამ ფაკულტეტზე ვინც აბარებს და ამ მხრივ ვინც ფიქრობს რომ პროფესიონალური განათლება მიიღოს. ხო, მე გუნდა მითქვა რომ აი მაგალითად თუ ფიქრობ რომ შენი სწავლა გააგზავნა როგორც დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობები და ასე შემდეგ, ეს გაეროს მოდელირება ძალიან დიდ წულს შეიტანს შენი კარიერული განვითარებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ისეთ ბევრ უნარებს გენვითარებს, რომელიც აი ცხოვრებაში დაგჭირდება, კარიერაში დაგჭირდება და პიროვნულად ძალიან გავითარებს მაგალითად ლიდერული უნარჩვევები. გაეროს მოდელირებაში როგორც ყოველმწით გჭირდება სხვისი აზრის პატივისცემა, გუნდური მუშაობა, საჯარო გამოსვლა და ეს ყველაფერი არის ლიდერობის საწინდარი, ასე ვთქვათ. და ამის განვითარებაში გეხმარება. და ვფიქრობ, რომ თუ უფრო მეტი ახალგაზრდა შეიტყობს, რომ აი რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს სიმულაციური თამაში, უფრო მეტი დაინტერესდება ამაში ჩართულობით და მონაწილეობით. კიდევ დებატების ნაწილიც რო განვიხილოთ, აი ჩვენი საერთოდ ახალგაზრდებს ასეთი კომპლექსები გვაქვს, რომ ჩვენი აზრის დაფიქსირება გვიჭირს. და ამ მხრივ ასე ვთქვათ, დებატებში მონაწილეობა უფრო შეიძლება მოგვიხსნას ეს კომპლექსები და მარტივად შევძლოთ ამ გამოცდილებით ჩვენი აზრის დაფიქსირება შემდეგ მომავალ ცხოვრების ეტაპებზე და საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ესეც ამაში. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, ჩვენ შეგვიძლია ასევე გარემოსმენელ მოდელირებაში მიმოვიხილოთ კლიმატის ცვლილებაც, იმიტომ რომ ეს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს ყველა ქვეყნისთვის და როგორც წინაზე ვახსენეთ, რაღაცა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას, გლობალურ კრიზისთან, აი რაღაცა პრობლემა შეიძლება მოგვცენ ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანას არ ეხებოდეს. აი გლობალური დათბობა ეს ისეთი თემაა, რომ ალბათ ყველას ეხება კი კლიმატური ცვლილებები და ამაზეც რო განვიხილოთ, სხვადასხვა ქვეყანა დღესდღეობით აი გაეროს ჭრილშიც რომ მიმოვიხილოთ, სხვადასხვა აქტივობებს აწარმოებს და ვცდილობს რომ ეს თუნდაც გაეროს მოდელირების მხრივ რაღაცა ცნობიერების დონე აამაღლოს საზოგადოებაში კი. აი ზუსტად ამ ახსოვს რომელი ქვეყანა, მგონი კორეა, ერთ-ერთ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამაზე, რომ რაღაც სტიქიურ მოვლენების ასე ვთქვათ პრევენციისთვის რაღაც აპი აქვთ, ხო?
კი, API აქვთ, რომელიც ავტომატურად ბლოკავს იმ არეალში იმყოფები, სადაც სახიფათოა და თქვა შეიძლება ცუნამი განვითარდეს მაგ მიდამოებში, სანამ იმ ადგილს, იმ ტერიტორიას არ დატოვებ, იქამდე დაბლოკილი იქნება შენი ტელეფონი და არ შეგეძლება რომ გამოიყენო. ეს საინტერესოა და აი ისევ გაეროს მოდელირებას რო დავუბრუნდეთ, აი მაგალითად მე რო ვიყო ხო საქართველოს, შეგვიყო მაგალითად კორეის დელეგატი, ხო? შესაძლოა გვექნება რომ შენი აზრი დააფიქსირო და თქვა რომ აი მე ასე განვითარებული კლიმატის ცვლილებით განვითარებული ქვეყანა ვარ და მე ვიტყვი რომ აი ნაკლებად მაქვს ამის შესაძლებლობა ამის გამოცდილება და ერთმანეთთან ისე მოახერხებთ კომუნიკაციის დამყარებას და მოლაპარაკებას რომ გაუზიარებთ ერთმანეთს ამ ჩვენ აი მაგალითად შენ როგორ გადაჭერი რაღაცი პრობლემა და მე როგორ შემიძლია გადავჭრა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და თანამშრომლობის საწინდარი ხდება თვითონ ეს პრობლემაც, რა თქმა უნდა, ქვეყნებში. ახლა განვიხილოთ რაც იღებენ მონაწილეები თვითონ გაეროს მოდელირებაში მონაწილეობით. აი მე კი რამდენჯერმე მაქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ აი შენ ახლა პირველად რო იყავი, ჯერ ის როგორ ვიზიარა, როგორი შთაბეჭდილება ქონდა სანამ დაიწყე, სანამ პირველად მიიღებდი მონაწილეობას და მონაწილეობის შემდეგ შთაბეჭდილება დაგჭირა. კი, ჩემ შთაბეჭდილებაზე რო ვისაუბრო, თავიდან რადგან არ ვიცოდი ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ საკმაოდ დიდი ინფორმაცია არ მქონდა გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით, აი ეს დებატების პროცესიც, ის ინფორმაციის შეგროვება, ჩემ ვთქვათ, არჩეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ იმ ქვეყანაზე შეიძლება რაღაცა ინფორმაცია არ გქონდეს ისეთი დიდი რაოდენობით, როდესაც აი ამ უშუალოდ რა ქვია მოდელირების პროცესში განვიხილავ და შევიტყობ და ვიძიებთ ამ ინფორმაციებს და საკმაოდ საინტერესო ამაზე მუშაობა. ასე ის არის საინტერესო, რომ თვითონ უშუალოდ ამ ქვეყნებს შორის დამყარებული ურთიერთობები კი საკმაოდ საინტერესოა, როგორ დამყარებ შენი პოზიციას, როგორ დაიცავ. ასე დებატებში არის ძალიან საინტერესო მომეწონა დებატებში მიღებული გამოცდილებაც, იმიტომ რომ შენ საკუთარი აზრის დაფიქსირება გიწევს და ამავდროულად სხვისი აზრიც უნდა გაითვალისწინო და მე პირველად ვიღებ მონაწილეობა და პირველი დებატები რო ქონდა, სადაც აი რეზოლუციისკენ მივიდიოდი და რეზოლუცია უნდა დაგვეწერა, ჩხუბი მომივიდა ერთ-ერთ დელეგატთან და ეს არის განმეორებაში აი არ უნდა მოხდეს რა, იმიტომ რომ ერთმანეთს უნდა მიმართა აი ძალიან ფორმალურად და ასე შემდეგ და შუა იმაში აგვიტყდა რაღაც იმაზე, ну ჩხუბი არა უფრო კამათი ერთმანეთს არ დავეთანხმეთ და აი მაგის მერე ხდები რამდენად განვითარდი რა, იმიტომ რომ როდესაც გავიაზრე თუ რას ვაკეთებდი, ხა ამდენი ხალხია, ასე ფორმალურად უნდა იმას ქნა, რეზოლუციამდე უნდა მიხვიდე და მე რადგან ჩემი აზრი მქონდა და იმას თავისი აზრი, ერთმანეთს ვერ შევთანხმდით. სწორედ ესეთი შეცდომები, ესეთი გამკლავების მომენტები აძლევს ჩემი აზრით საშუალებას მონაწილეებს, რომ განვითარდნენ და რაღაც ჩამოყალიბდნენ თავიანთ თავებში. და კიდე ერთ-ერთი თემა მქონდა, რაც უნდა გავიხილა, თუ რა განსხვავება მაგალითად საერთაშორისო კონფერენციებს და ადგილობრივ გაეროს მოდელირებებს შორის და აი მაგაზე ვფიქრობ, რომ სანამ აი ახალად რო იწყებ მონაწილეობას და პირველად რომ უნდა მიიღო გაეროს მოდელირებაში მონაწილეობა, ვფიქრობ, რომ უმჯობესია მიიღო მონაწილეობა ადგილობრივად, აი მაგალითად ჩვენ რო ჩავატაროთ რაღაც ჩვენ ქალაქში, რამდენიმე ჩვენ ნაცნობებში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს გაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად გაიცნო გაეროს მოდელირება, უფრო მეტად შეიცნო შენი თავით როგორი დელეგატი ხარ, რის გაუმჯობესება გჭირდება და ამის შემდეგ უკვე კარგად ჩამოყალიბებული რო გახდები და კარგად რომ გაიცნობი ამ ყველაფერს, უმჯობესია რომ წახვიდე სადღაც საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც შეხვდები უამრავ სხვა ეროვნების ხალხს და შესაძლებლობა გექნება რომ სხვა ხალხთანაც იმონაწილეო რა. მარიამ, რადგან ასეთი დიდი გამოცდილება გაქვს გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით, აგვიღწევა ის ნაბიჯები და ეტაპები, როგორ იმუშავა ამ პროექტზე. კი ბატონო, მოკლედ მე როგორც უკვე გითხარით, პირველად გაეროს მოდელირებაში მონაწილეობა მივიღე USAID-ის
პროექტის ფარგლებში და ვიყავი რამდენიმე დღიან, მგონი ერთკვირიანი იყო ბანაკში და ამ ყოველ დღე ჩვენ გქონდა სხვა თემა განსაზღვრული, მაგალითად გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კლიმატის ცვლილება და კიდევ მეოთხე რაღაც იყო და ამ თემების ირგვლივ ვეცნობოდით ინფორმაციას. ამის შემდეგ უკვე ვისწავლეთ თვითონ გაეროს მოდელირებაზე და დავიწყეთ მუშაობა. მოკლედ, პირველ რიგში უნდა აირჩიო, თვითონ გაძლევენ თუ რა ქვეყანა იქნები, შევჩევთ, შეიძლება იყო ამერიკა, შეიძლება იყო მიანმარი, იყო ჩემი მეგობარი, რომლის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ და ნებისმიერ ქვეყანა შეიძლება იყო მოკლედ და მე იქ მქონდა ერთი ღამე, მაგრამ შეიძლება რამდენიმე კვირაც გქონდეს, რომ ამ ქვეყანაზე და თემაზე მოიწიო ინფორმაცია. ქვეყანა მაგალითად გავიღოთ საქართველო და თემა რო იყოს, ვთქვათ, გენდერული თანასწორობა. თემის და ქვეყნის შესახებ უნდა მოიწიო ძალიან ბევრი ინფორმაცია. უფრო მეტად ისტორია მეორე მსოფლიო ომის შედეგად, რა ისტორია ქონდა ომებში თუა ჩართული, თქვათ სხვა ქვეყნებთან კონფლიქტი თუ აქვს, რომელ ქვეყნებთან უფრო ახლოსაა და ასე შემდეგ. ეს ქვეყანაზე. რაც შეეხება თემაზე უნდა მოიწიო ინფორმაცია, რომელიც წინაა აქტუალური, რატომ არის აქტუალური, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გადაჭრა და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოკლედ. ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ უნდა დაწერო პოზიციის განაცხადი, სადაც აფიქსირებ დეტალურად შენ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. რას ფიქრობ შენი ქვეყანა, რატომ არის პრობლემა არის თუ არა შენ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა და თვითონ გადაჭრის გზები ძალიან დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული, რამდენიმე გვერდიანი, მგონი 7 სიტყვიანი, თუ სწორად მახსოვს, Word-ის ფაილი უნდა იყოს. რის შედეგადაც უკვე წინა გაეროს მოდელირების საქმე, უკვე მორჩა და უკვე იწყება გაეროს მოდელირება თვითონ. ამ პოზიციის განაცხადს უგზავნი სამდივნოს, თავმჯდომარის და შემდეგ გაეროს მოდელირების ბოლოს გეუბნებიან თუ ვისი იყო ყველაზე საუკეთესო პოზიციის განაცხადი და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ გაეროს მოდელირებაში რა ხდება, მიდიხარ, მე სადაც ვიყავ ძალიან დიდი დარბაზი, ვიყავით 100 ბავშვი და განაწილებული ვიყავით მაგიდებზე, გქონდა კომპიუტერები, სადაც შეგვეძლო ინფორმაციის მოძიება და ასე შემდეგ და დაიწყო უკვე თითოეული მონაწილეების გასვლა წინ და საჯარო სიტყვით გამოსვლა, მისასალმებელი სიტყვით, სადაც საუბრობ პოზიციის განაცხადის გარკვეულ ნაწილზე, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, შეიძლება დაიწყო შენი ქვეყნის ოფიციალური ენით, მაგალითად საქართველოს შეგიძლია ქართულად თქვა, თუ მაგალითად ამერიკა ხარ ინგლისურად შეგიძლია ილაპარაკო და ასე შემდეგ. ამის შედეგად არის უკვე და როგორც ვიცით, რაღაცა სახელი აქვს, რომელთაც მოიხსენიებენ ერთმანეთს, ხო? აი საკუთარი სახელის მიმართვა არ შეიძლება. არა, შეიძლება, უნდა მიმართო ბატონ დელეგატო ან საქართველოს დელეგატო და ასე შემდეგ ძალიან ფორმალური უნდა იყო. შენ არ შეიძლება, უნდა იყო თქვენ და ნუ ხო მოკლედ ძალიან ფორმალური უნდა იყო. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ უკვე იწყება მოხსენებელთა სია, სადაც ვისაც სურვილი აქვს, მისასალმებელი სიტყვა აუცილებელია რომ ყველა გავიდეს. ხოლო მოხსენებელთა სიაში შეიძლება მე მივიღო მონაწილეობა, მაგრამ შენ არ მიიღო მონაწილეობა. და თუ მინდა მონაწილეობის მიღება, უნდა ვისაუბრო რაღაც თემაზე, რაც მაწუხებს, ან კითხვა დავუსვა რომელიმე ქვეყანას, რომ აი მაგალითად მე ვარ საქართველო და დავუსვი ამერიკას კითხვა, როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადავჭრა ჩემ ქვეყანაში, რითი დამეხმარებოდით, ანუ ვკითხო, რომ აი ამას რატო ვაკეთებ შენ ქვეყანაში, ამას არ ვემხრობი, შეიძლება პასუხი გაგვცე და ასეთ კითხვებით შემოიფარგლებიან მოხსენებელთა სიაში. როდესაც მოხსენებელთა სია მოიწურება, უკვე იწყება ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებები. ფორმალური მოლაპარაკება უკვე ფორმალურია, იქვე ხარ და უნდა აცნო სამდივნოს, რომ მე სურს დებატებში მონაწილეობის მიღება, მე მსურს რომ ეს გამოვიწვიო ფორმალურ მოლაპარაკებაში, ხოლო არაფორმალური მოლაპარაკება ხდება შესვენების დროს, სადაც შეგიძლია ნებისმიერ ქვეყანასთან მიხვიდე ესაუბრა ნებისმიერ თემაზე და ეცადო რომ ასე ვთქვათ კავშირი დაამყარო, ხო, იმიტომ რომ შემდეგ რეზოლუციის დროს დაგჭირდება ვინმესთან კავშირი. და ამ კავშირის დამყარების დროს რა წინააღმდეგობა შეიძლება გქონდეს, აი ვთქვათ, სხვა ქვეყანა წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, რომ არ უნდადეს შენთან არანაირი კომუნიკაციის დამყარება, მაგალითად, თუ ხარ ისეთი
განვითარებადი ქვეყანა, შეიძლება განვითარებულ ქვეყანას საერთოდ არ მოუნდა შენთან კომუნიკაციის დაყარება, იმიტომ რომ არ აწყობს ხო, მარტო შენ გაწყობს დიდ ქვეყანასთან და განვითარებულ ქვეყანასთან კომუნიკაცია, მაგრამ იმას არ აწყობს. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოწვევა. ხომ ამ არაფორმალური მოლაპარაკების შემდეგ ის უბრუნდები შენ ადგილს და დაიწყება ჯგუფების შექმნა. მე სადაც ვიყავი, იქ ვიყავი ჯგუფებად დაყოფილი გენდერის ჯგუფი, ადამიანის უფლებების ჯგუფი, კლიმატის ჯგუფი და კიდევ რაღაც ერთი ჯგუფი იყო და ჩვენ რა ქვეყნებით შევდიოდით, უნდა მოვისულიყავით კონსენსუსამდე და დაგვეწერა რეზოლუცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითოეულ ქვეყანა რას ფიქრობს ამ თემაზე და რას ფიქრობენ, როგორ შეიძლება ეს გადაიჭრას და უნდა დაწეროთ დეტალური აქტივობები, უნდა გაწერო აი პროექტის დაწერა, როგორია პროექტს გადაწერა რაღაც თემასთან დაკავშირებით, ზუსტად ეგრე უნდა დაწერო, რა აქტივობას განახორციელებ, როდის განახორციელებ და ასე. ამის შედეგად უკვე თითოეულ ჯგუფიდან გავა, თქვა ერთი კაცი წარადგენს ამ რეზოლუციას და იწყება კენჭისყრა, რომელ რეზოლუციას უფრო დიდ ხმას და ხმა ექნება კი. და ხო ესაა უკვე გაეროს მოდელირება, შემდეგ დამთავრდება დანიშნულებით ერთმანეთს და გამოცხადდება საუკეთესო დელეგატი, საუკეთესო პოზიციის განაცხადი და სხვა ნომინაციები, რომლის მიხედვითაც მე პრიზებს უკვე გაძლევდნენ ესე იგი. სულ ეს არის სხვა ასეთი არაფერი. ძალიან საინტერესო იყო შენი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის. ნინი, ეხლა ჩვენ ჩავატარეთ გაეროს მოდელირება, რა მოლოდინებით მეხვეძი, რა მოლოდინებით წახვედი შენ გამოცდილებაზე რო გესაუბრო. კი, როგორც უკვე ვახსენეთ, საკმაოდ გაეროს მოდელირება საკმაოდ დიდი პროექტია და ასე ერთ-ორ შეხვედრაში შეიძლება ვერ ჩავატიროთ ყველა ის ფაქტორი და ყველა ის პროცესი, რაც უნდა შეისწავლო გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით. თუმცა საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან დიდი ინფორმაციას არ ვფლობდი ამ მხრივ, ბევრი რამე შევიტყვე და ერთადერთი ისიც მქონდა, რომ შეიშლის მომენტი, რომელი ქვეყანა უნდა აგვერჩია, ხო? ჩვენზე იყო ეს ქვეყნების არჩევა დამოკიდებული და თან ისეთი ქვეყანა უნდა აგვერჩია, რომ ყველა მხრივ, ასე ვთქვათ, კარგად მორგებოდა ყველა პრობლემას, რომ აი როგორც ვახსენეთ პერა გამოწვევებსაც აწყდებიან ბავშვები, აი შეიძლება საერთოდ არ შეეხოს ეს პრობლემა შენს ქვეყანას, შეიძლება შეეხოს და ცუდი მხრივ შეეხოს, რადგან ეს კონკრეტულ ამ პრობლემას აწყდებიან იმ ქვეყანაში მოქალაქეები. ხო და ეს რაღაცა გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ საკმაოდ მოეწონა ეს პროცესი თვითონ ქვეყნების პოზიციების მოძიება. და ესეც კიდევ ერთი გამოწვევა რაც შემხვდა, ეს იყო როგორც დელეგატად გამოსვლა, ეგ იყო ძალიან დიდი დაბრკოლება ჩემთვის, იმიტომ რომ ასეთ ფორმალურ სიტუაციებში ძირითადად არ ყოფილვარ და ის რა ვთქვათ, შენობით არ უნდა მივართო და რაღაცა კონკრეტული სიტყვები უნდა გამოიყენო საუბრისას, ასევე დებატებში შენი პოზიცია ისე უნდა წარადგინო, რომ სხვა არ უნდა დააზარალო, ეს წარმოადგენდა საკმაოდ დიდ პრობლემას ჩემთვის და გამოწყევას. მარიამ, რა რჩევას მიცავდი იმ ადამიანებს, იმ ბავშვებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ გაეროს მოდელირების მხრივ განვითარებას აი ამ პროექტებში რომ ჩართვას და ასე შემდეგ. პირველ რიგში შეგეც თქვი ალბათ ეგაა, რომ პირველი რჩევა რაცა, რასაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის რომ ძალიან დიდი დრო დაუთმეთ მოძიებას შენ ქვეყანაზე და თემაზე, იმიტომ რომ შემდეგი თვითონ უშუალოდ გაეროს მოდელირების პროცესში ვერანაირი ინფორმაციას ვეღარ მოიძიებ და ძალიან ბევრ რამეში გჭირდება დებატებში, გჭირდება უნდა იცოდე ხო, მაგალითად მე თუ საქართველოს არ უნდა ვიცოდე, რომელ ქვეყანასთან მივიდე, რომელ ქვეყანასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, რომელთან მაქვს ცუდი ურთიერთობა და ამიტომ ძალიან კარგი და სწორი ინფორმაცია უნდა ქონდეს მოძიებული ქვეყანაზეც და თემაზეც. ეს ერთ-ერთი რჩევა. შემდეგი ვფიქრობ, ისიც შენ გაშინდა და ესაა საჯარო გამოსვლა ალბათ, იმიტომ რომ ყველა თქვა შიშები, ეს არა ანუ შესაცხოინდა რაღაც არ არის, უბრალოდ ყველნაირად უნდა ეცადო იფიქრო, რომ იქ არავინ არ არის შენ თქვა დასაცინად ან ასე შემდეგ და ყველა იქ არის
თავის თავზე ორიენტირებული ხო არავის საერთოდ არავინ არის ფიქრობს იმას აი ეს შეეშალა არის შეეშალა მხოლოდ შენიცი რა გაქვს სათქმელი და სხვა მაგის და თუ შეგეშლება ეგ შენი გამოსასწორებელია ხო და ამიტომ ეს აში არანაირად არა იფიქრე იმაზე რომ იყოს საუკეთესო და ყველაფერი გამოვა ჩემი აზრით და ასევე რაც ისევ შენ ნათქვამიცაა ეს რომ ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ თუ გინდა მაგალითად შეიძლება არც გინდოდეს მაგრამ თუ რამე ნომინაციის აღება გინდა აუცილებელია რომ იყო ფორმალური სრდილობიანი და ძალიან ესეც ჩამოყალიბებული ასე ვთქვათ და ეს მე არ ვიცოდი მაგალითად პირველად რომ მივიღე მონაწილეობა და ძალიან ისე ვიყავი რომ აი მთავარია მისასალმე სიტყვა თქვა მთავარია აი ჩემთვის პოლემიკაში შეხვიდე პოლემიკაში შევიდე არ შევიდე პირიქით პოლემიკაში და მთავარია კომუნიკაცია დავიჭირო მაგრამ არ მეგონა თუ აი ძალიან აქტიური ყოფილიყავი რომ ნომინაცია ამეღო და ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვთქვათ ყველასთვის ხო რომ იყო აქტიური ყველასთან არა მხოლოდ დელეგატი კი არ უნდა იყოს საუკეთესო დელეგატი უნდა იყო აქტიური უნდა ჩაერთო ყველაფერში და ყველანაირად უნდა ეცადო შენი ქვეყნის პოზიცია წარმოადგინო და ასევე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ის არის რომ შენი კულტურაც წარმოაჩინო მე მაგალითად მქონდა შესაძლებლობა რომ ჩამეცვა ჩემი ქვეყნის ტანისამოსი ყველას ქონდა ეს შესაძლებლობა და მხოლოდ რამდენიმე მიიღეს ამ იმაში აქტივობაში მონაწილეობა და ეს ვფიქრობ რომ ძალიან საწყენი იყო ჩემთვის რა იმიტომ რომ ალბათ ძალიან დიდი ასე ვთქვათ ნიშნობა ენიჭება რომ მქონდეს შენი კულტურა წარმოჩენილი. კი, აუცილებლად და ესაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნო შენ კულტურას, შენი ქვეყნის კულტურას უფრო სწორად, რომ უფრო მეტად, აი, უნდა გაიაზრო, რომ შენ ხარ ან დღეს ხარ საქართველოს და ამისთვის ჭირდება რომ ყველანაირი ინფორმაცია ქონდეს ამის შესახებ რა, ყველანაირად უნდა იყო ამ საქართველოს როლში. ხო, ეს იქნება ჩემი რჩევები ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი. ასევე მინდა ისიც აღნიშნო, რომ უახლოეს წარსულში მე და მარიამი მივყოფებოდით ბანაკში, სახელად კლიმატის ელჩები, მეორენაირად მოიხსენიებთ ამ ბანაკს როგორც მწვანე ბანაკი და აქ გავწერეთ 6 თვიანი გეგმა და ერთ-ერთი პროექტი, რაც უნდა გავუკეთებინა, იყო რომ ჩაგვეტარებინა შეხვედრა გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ავირჩიეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრი, ეს რადგან ჩაგვეტარებინა ეს შეხვედრა და შეხვედრა ჩატარდა 2 ეტაპად და მარიამი გავგვაცნობს თუ რა ეტაპები გაიარეს მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა აი ამ პროექტში. პირველი შეხვედრა იყო საინფორმაციო, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო მეტი შეეცნოთ თვითონ რა იყო გაეროს მოდელირება და რა ეტაპები უნდა გაავლოთ იმისთვის, რომ გაეროს მოდელირების წევრები ყოფილიყვნენ და მონაწილეები. უკვე მეორე შეხვედრა იყო პრაქტიკა, სადაც პირველ რიგში სანამ გაეროს მოდელირებას დაიწყებდით, რამდენიმე აქტივობა ჩაუტარეთ იმისთვის, რომ უფრო კარგად თავი უფრო კარგად ეგზოთ როგორც დელეგატები და ამის შემდეგ დაიწყო უშუალოდ გაეროს მოდელირება. დაიწყო მისასალმებელი სიტყვით, სადაც მონაწილეები გავიდნენ და თავიანთ ქვეყნებზე მეტად ისაუბრეს თუ რა პოზიცია ქონათ მათ. შემდეგ იყო მისასალმებელი სიტყვის შემდეგ იყო მოსახსენებელი სიტყვა და ამის შემდეგ დაიწყო რეზოლუციის წერა, მოლაპარაკებები, დებატები. მონაწილეები ერთმანეთთან უშუალო კონტაქტში შევიდნენ, დაიწყეს რაღაც პრობლემებზე საუბარი ერთმანეთთან და პრობლემების გადაჭრის გზებზე და ამის შედეგად საბოლოოდ შეიქმნა რეზოლუცია, რამდენიმე რეზოლუცია და საბოლოოდ შეთანხმდნენ უკვე ერთ კონკრეტულ რეზოლუციაზე, რომელიც აწყობდა ყველა ქვეყანას და ყველა ჯგუფს. და ეს იყო გაეროს მოდელირების პროექტის დასასრული. ახლა კი გიტოვებთ კადრებს ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრში ჩატარებული შეხვედრის და გიზიარებთ ემოციებს ახალგაზრდების, რომელმაც პირველად გამოცადეს გაეროს მოდელირება. მე კიდე დავამშვიდობები მარიამს, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს აქ. წარმატებებს გისურვებ და მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გაგვიზიარეთ შენი გამოცდილება ამ მხრივ. მადლობას გიხდით მე, რომ მომეცეს საშუალება, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის მიეწვნა ხმა და უფრო მეტ ადამიანს გაიგო ჩემი გამოცდილების შესახებ. წარმატებები თქვენ, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.
და იყო მთავარი мотиваცია, რომ მონაწილეობა მიგაღო გაეროს მოდელირებაში და რას ელოდებოდი ამ გამოცდილებიდან. ჩემთვის მთავარი мотиваცია ის იყო, რომ გამიგო თუ როგორ მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ როგორ თანხმდებოდნენ ერთმანეთში და როგორ ჭირდნენ პრობლემებს ერთად და როგორ მიდოდნენ საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებას. ასევე მინდოდა რომ გამინიჭებინა ჩემი ლიდერული ნორჩოები და კომუნიკაციის უნარი და ასევე გამიცნო ახალი ადამიანები და შემეძინა მეგობრები. გაეროს მოდელების დროს ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი ალბათ იყო ის, რომ ჩემი ქვეყნის რეალური პრობლემები და წუხილი წარმოვეჩინა, რადგან შეიძლება მე გამოჩნდეს სხვა პოზიცია, მაგრამ ამ ქვეყანას სჭირდებოდეს უფრო სხვა კუთხის წარმოჩენა. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ზარის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.